მერცხლებო. მოგესალმებით დედიკოებო, მამიკოებო, სტუმრებო. დღეს ჩვენ გვაქვს საშემოდგომო აქტივობა და ვაცილებთ შემოდგომას დღევანდელი დღით. გილოცავთ ბავშვებო, პირველ რიგში დღევანდელ დღეს წმინდა გიორგის დღესასწაული არის დღეს. ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ. შემდეგ გილოცავთ ყველას და რა ვიცი, ფარავდეს წმინდა გიორგის მადლიდან და აბა ვართ მზად დღევანდელი აქტივობისთვის? კარგი, ლალი მასწავლებელო. შემოდგომის სფერებით შევმოსოთ ჩვენი ხე, რომელიც არის გაძარცვული ხე. გვინდა ყველას? დიახ. აბა მოვიდეთ ახლა, ოღონდ რიგობით ყველა ერთად გავაკეთებ. აქ ჩვენ გვიძებს მუშტები ფერად ჩადებული ფერად კრასკებში და მივადოთ ოღონდ ფოტოს და შევმოსოთ. ზედაკარია მოგვიხარია შემოდგომა გვიყვარია ფოთლებს ხარია არებს დაგუხატავს დაგუბელი ემინება მოწმის ცოტა წრის ცოტა ხარია მასთან ყოფნა ჩვენ გვიხარია რომელი გინდა? მოდი შევუკავ. მოგიდებული. კარგია. აბა ვინ დაგვჭა?
დაწვევი მომერი გინდა. ხელი? აბა სადიადებ, დაწვა მიდი შეთანხმება. მოდი აბა, საბუკა, მოდი. შენი ყავი? მიადები შენ. კაი, დადექი მაშინ შესაძლოა. ევაკო, შენ? მოდი შენ. მოდით? მოდით. აბა რომელი გიდა? ევა. მოდით. აი არა, აი ასე სადაც სიურპრიზი გვაქვს. ეს ლენაიცი დახდება. აბა მოდით. გადადეთ ლამაზად წოდადეთ. ლამაზად. ვისაც გას. ბაჩი. ლამაზად ყველა გამიჩნდეს. აბა რა ხდება? გვაინტერესებს? შედექი აგერას. აბა ბავშვებო, ყველაზე ძალიან რა გაინტერესებდათ? სიურპრიზი. ამ ხუთში რა ესაც თქვენი სიურპრიზი. ჩვენთან მოვიდა ბავშვებო ამ დილას ხუთი, რაც არის ძალიან საინტერესო შიგნით. რა იმარება, აბა ვნახოთ. მაინტერესებს შიგნით რა არის? ყველა საინტერესო. ჩვენს გვაინტერესებს. გამოიცნობთ შიგნით რა არის, ვინ არის, როგორია, რატოა. მარინა მასწავლებელო, გელოდებით, გავხსნათ ხუთი. არა, რატოა ხო გამოვაგზავნა ვერა არის. აბა შემდეგ ვნახავთ რატო. არის გავხსნით. მოდი თქვენი თამბასები. ჩვენს რო გვაინტერესებს. როჩა, საბა. მარინა როჩა, საბა. შენ თქვი პირველ გამოიწიეთ რა. ოჩა, ყველა კი არის ის არა ქვია. აბა რა მოგვიტანა? ედივით ლამაზია. კებურში იყო. რატომ არის ჩვენთან მოსული? აბა გავიგო. კისაზე კიდია რა? წერილი. მოხსნათ, აბა ვინ გამოგვიგზავნა? მოხსენიო, აბა მოხსენი. ცოტა ეში. აბა ფეხი გაუხსნა, არ გაუხსნა. აბა ეხლა გადავნაცდეთ ყველა ლამაზად არიანია. ნახეთ აბა რა გვაქვს ყველა სარჯულები. აბა გადავნაცდეთ ისა მიცება ყველა სარჯულებელი. ლამაზად გადავნაცდეთ ბავშვებო რომ ყველა გამოჩნდეთ კადრში და ნახოთ აბა აბა წაიკითხეთ რა. წერილი ბავშვებს მეცხრისგან. ვაიმე, მერცხალმა გამოგვიცა. აბა დავიწყოთ, ახლა დაწერია წავიკითხოთ. გამარჯობა, ჩემო ჭკვიანო ბავშვებო. ჩემო კეთილი ადამიანის შვილებო. გული მწყდება რომ გტოვებთ. რატო დაგტოვა მეცხალმა ბავშვებო? რატო დაგტოვა? მოგიცით? მეცხალი რატო გტოვებ? სად მიდის? სიცივეა. ხოჩა, სად მიდის მეცხალი? ნუ დაგტოვა დროებით. მივფრინავ და გიტოვებ ჩემს საცხოვრებელ ბუდეს. ჩვენ ხო ვიცით რომ აი, დავიყვანე. ეს ბატმა მოგვიწყო. კარგი, გავაგრძელოთ. მივფრინავ და გიტოვებ ჩემს საცხოვრებელ ბუდესო. ოღონდ დროებით რას ნიშნავს? რატო გვიტოვებ დროებით? არა, დროებით რატო მიფრინავს? რომ ისევე გაზაფხულზე ხომ გვიბრუნდება და ამიტომ გითხრათ, რომ დროებით გიტოვებთ. ცოტა ხანს გაუძერეთ უჩემო დილის გათენებასო, რომ ჩიკჩიკობს მეცხალი ხო გვითენდება ლამაზად დღე. ვიცი მოგენატრებათ ჩემი ჭიკჭიკი.
მეც მომენატრება თქვენი ჟრიამულის ხიდან ცქერაო. ბავშვებო, ჩიტი ხო ხიდან გვიყურებ ჩვენ როგორ ვიქცევით და ჟრიამულო. მაგრამ ძალიან სულ რაღაც 6 თვეში ძალიან მალეო, სულ რაღაც 6 თვეში დაგიბრუნდებითო. 6 თვეში მოვაქვს ჩვენთან ისევ გაზაფხული. ჩაგეხუტებით. ახლა კი სათხოვარი მაქვს თქვენთან, რას უნდა გთხოვდეს? მერცხალი, ხომ არ იცით? ძალიან გთხოვთ. ჩემი ბუდე არ დამინგრიოთ. არ ესროლო თქვა, გაუფრთხილი. ვიწვალე ასაშენებლად და მოწმისთვისო. როგორ აშენებს ბავშვებო ბუდეს? ხისტოტებით და კიდევ მერცხალი რითი აშენებს ბუდეს ბავშვებო? ალახით აშენებს. ალახით და ხის ტოტებით აშენებს და წნის თავისი პატარა ნისკარტით ბუდეს. გაბარებ თქვენ ჩემს სულს და გულს და გპირდებით საყვარელ ბარტყებს გაჩუქებთო. ისე თუ დამახვედრებთ ამას ჩემს ბუდესო. მადლობას გიხდით წინასწარ აი ამ სიყვარულისთვის. მადლობა ბატონია ეს ჩემი წერილის თქვენთან მოტანისთვის. მადლობა დადავხა. ჩვენ მერცხლები თავისთავად ვიცით რომ მიფრინავენ თბილ ქვეყნებში, ხო? ჩვენთან აქ რა ხდება თბილ ქვეყნებში? რატო გარბიან ჩვენიდან? და რატო ხდება სიცივე? რა არის? რა შემოვიდა? ვერ უძლებენ, მაგრამ რომელი დროის სიცივეს ვერ უძლებენ? შემოდგომის და ზამთრის სიცივეს. აბა დავიწყოთ, ეხლა თუ რამე ვისწავლეთ შემოდგომაზე, პატარა მიმოხილვა გავაკეთოთ. ბავშვებო, როგორი ფერები არის შემოდგომაზე? ძალიან კარგი ბავშვები ხართ. ბავშვებო, ჯერ ვთქვათ, როგორი ამინდები ჭარბობს ხანავდარია. დარი როგორი ამინდია? ავდარი სუდი ამინდი არ არსებობს ბავშვებო. კარგი ამინდი და სიცივე, ცუდი ამინდი არ არსებობს. ისიც ხო აუცილებელია რომ გაწვიმდეს, ხარი იყოს, სიგრილე იყოს და ასე შემდეგ. კარგი ბავშვები ხართ. ბავშვებო, აბა თქვათ, ეხლა რა ემართება ყველა თუ არ მომისმინეთ მე? ვერ პასუხობ. რა ემართება ბუნება შემოწმება? შიშულდება. რისგან შიშულდება ბავშვებო ბუნება? კიდე ბალახებისგან. ბავშვებო, კერძოდ ხებს რა ემართება? ყოჩახსანი ყვით ხდება ჯერ ფოთოლი. რა ფერებში? კი ვთქვით წითელი, ყვითელი, ალისფერი, ნარინჯისფერი და ასე შემდეგ. შემდეგ გაყვითლებული ფოთოლი. ჩემო ლაბაზებო, სად მიწაში არა. მიწა ზემიდის, მიწა ზემიდის. შემდეგ ჟამთასიარის შემდეგ რა ემართება იმ ჩამოცვენილ ფოთოლს? როგორ ება გამაღლა ყველა თუ არ მითხარით ეხა არ ვიცი რას ვიტირებ იცოდე. ება სად მიდის ეს? მიწაში. რა თიქცევა? რაში ჭირდება მიწას მეშოტალა? საკვებია მიწის და რაში ჭირდება მიწას მეშოტალა? რომ გამოყვებას ისევ ბუნება და ხარისხიანი რომ აღმოცენდეს და ისევ გაიშალოს ხეები და ამოვიდეს მიწიდან ბალახები და ყვავილები. კარგი ბავშვები ხართ, ბავშვებო. ბავშვებო, კარგი, ბუნებას განვიხილეთ რა ხდება, სოფლებში რა ხდება? მოსავალს კრეფენ. კერძოდ რას კრეფენ? ყურძეს. კიდევ რა თქვით ჩვენ, რას ბერწყენ? კარგი ბავშვები ხართ. და კიდევ ხილს კრეფენ, ინახავენ და მოსავალს ზოგადად. კარგი ბავშვები ხართ. ბავშვებო, აბა განვიხილოთ ეხლა ყურძნის კრეფის პროცესი. არ მიყურებთ, ეხლა ყველა ბედიკოს გაუშვებთ გარეთ. ისე აჟრიამულდებით რომ რა ვიცი. ყურძენს როდესაც მოკრეფენ, სად ყრიან? გოდრებში და კიდევ
არა, ამას რა ქვია? გიდელი. გიდელი რისთვის ჭირდებათ, იცით? ხეზე რა ჩამოკიდონ, როდესაც ხეზე არის წასული მაღალი ყურძნის ტოტები და იქედან ესეთ გაუმარტივდეთ კრეფა. კარგი ბავშვები ხართ. ბავშვებო, გოდორში ჩაყრილი ყურძენი, როდესაც აივსება გოდორი ყურძნის. სადმია? საწნახელში. საწნახელში, როდესაც ჩაიყრება ყურძენი, რას უკეთებენ ამას? წურავენ. ხეთზე რა გვაქვს? აუცილებლად ჩექმენ. რეზინი გვაჩახსანი, რეზინის ჩექმენ. როდესაც დაწურავენ ფეხებით ამ ყურძენს, რა გადმოდის? კარგი ბავშვები ხართ. ბავშვებო, წვენს როდესაც აგროვებენ დიდ ჭურჭელში ბაბუები და მამიკოები, ბებოები რო ამოიღებენ წვენს, რას აკეთებენ? რისთვის აკეთებენ? ჩურჩხელები რომ გაგვიკეთონ. მაგრამ ჩურჩხელას სანამ გააკეთებენ, იმ ძაბზე აწყობილ თხილს და ნიგოს რა ქვია? ჯანჯუხი. კარგი ბავშვები ხართ. ჯანჯუხს როდესაც ამოალებენ, თათარაში რა გამოდის? ღვინო. როდესაც თათარაში ამოავლებენ, ჩურჩხელი. კარგი ბავშვები ხართ ყველანი. ახლა რა მაინტერესებს ბავშვებო? როდესაც ამ წვენს მამიკოები და ბაბუები წაიღებენ და ჩასხამენ, სად? ჭურებში. ხმამაღლა ყველა და გაახურებენ თავს, რა შვება მე? დუღდება ჭურში ღვინო და ისა წვენი და რა ქვია? ჩამოვყალიბდეთ რა ქვია? მაჭარი ქვია. ადუღების პროცესს ქვია მაჭარი, მაგრამ რო დაამთავრებს დუღილს, რა გაგვიგვინა? კარგი ბავშვები ხართ. ბავშვებო, ღვინო რისთვის არის შექმნილი? რომ დავდოთ ერთმანეთი. რისთვის არ შეიძლება გამოვიყენოთ? თრობისთვის არ შეიძლება. რომ გამოვიყენოთ? თითქოს რაღაცა ჭიდროთ დგავართ ბავშვები. ხაიში. ბავშვები, ხმადაბალი ბავშვები, რატო ხართ გუში? ისეთ ხმაურიანად ჩავატარეთ, გაკვეთილი, აქტუალიზაციას. არა, დაიწყეთ. ახლა ბავშვებო, რა მაინტერესებს? ძალიან კარგები ხართ, რა მაინტერესებს ახლა? აქ ჩვენ გვაქვს გადლაგებული ჭურჭელი, ხო? რისგან არის ეს ჭურჭელი გაკეთებული, აბა? ეს. ყოყა არის, მაგრამ რისგან არის? ადექით ყველანი. თიხისგან. ეხლა ჩამოვთვალოთ ჩვენ რომელს რა ქვია ჭურჭელს? ცხიში. და რისთვის იყენებენ? ბავშვებო, ამ ჭურჭელს რისთვის იყენებენ? რისთვის იყენებენ? ღვინისთვის და წყლისთვის იყენებენ. კარგი ბავშვები ხართ. ბავშვებო, ეს რა არის? არა. ამაში რას ასხამენ? ღვინოს და რას ამბობენ? სადღე გძელოებს, ხო? ეს რა არის? ჭური, რომელიც არის მიწაში ჩადებული ეს ჭური და ამაში ასხამენ ღვინოს და ამაში აკეთებენ ღვინოს. კარგი ბავშვები ხართ. ბავშვებო, ეს რა არის?
ხოჭა, კარგი ბავშვები. სანი მაგრამ რა არის? კაცი არის და ვისი ხა არისო, კარგად გლოხიხა. აი ეს კერძოდ რა არის? ხაც რა არის ბავშვებო, რა არის? აბა ნახეთ ეს რისი ხანძი? ხანჯვიხი. ჯიხის ხანძი. აჩაღე. კარგი ბავშვებო. ბავშვებო ეს რა არის? ხვაბი. რისთვის იყენებენ რაღაცა წამოწავა? ვაჩე. ბავშვებო, ქვაბს რისთვის იყენებენ? თიხის ქვაბს რისთვის? რა კეთდება გემრიელი? ობიო კეთდება გემრიელი. კარგი ბავშვებო, ბავშვებო, ეს რა არის? ეს რა არის? რას ეკეთებენ შიგნით მიწვარი? სვანილებს ნაყავენ, ლიგოს ნაყავენ და ამას ქვიან როჯი ბავშვებო. იმერეთში ქუჩასაც ევა. კარგი ბავშვები ხართ, ძალიან ბავშვებო. კიდევ რა მინდა რომ გაგიხილო. ეხლა მინდა რა შეგეკითხოთ. ეს რა არის უკან რო არის ეს გამხმარი ტოტები მიყუდებული? რა არის? ჩალა. ჯერ ვთქვათ, რისთვის ინახავენ ამას? ხო. ლოხებისთვის. ბავშვებო, ჩვენ ხომ აღვნიშნეთ, რომ შემოდგომაზე რაღაც ბალახია, რაღაც ფოთოლია და ამას ინახავენ იმისთვის, რომ ზამთარში გამოყვებონ ძროხები, ხო? და საქონელი გამოყვებონ, ვინც ჭამს ამ ჩალას. ეს ჩალა სანამ გახმებოდა ბავშვებო, რა ესხამ ჩალას? სიმი. ხოჩაღები. სიმიც მოტეხავენ ჩალაზე და შემდეგ გაახმობენ და ჩალას ინახავენ, მაგრამ სიმინით რას აკეთებენ? დაფტვავენ. დიახ, და მოძებენ და აცხობენ ჭაზებს, რაც ყველას გვიყვარს. ბავშვებო, ჩვენ ლამაზი ლექსები ვიცით შემოდგომაზე. ვილისიო, ყველა ჩუჩურე, აკეთიე ფლორისა, არაეო ვიმღერა, შემოდგომა მოვიდა, აშუქდე ციხეები, სიორა მოვიდა, არაეო ვიმღერა, შემოდგომა მოვიდა. სუტიველა, ქუთაისში გაიგე, ქარი კვადრატ, ჭადრის კვადრატ, კაშრის მეხვეშ გაიგე, შემოსულა, შემოდგომა, მოვლათით და ბარათით, და მას ვიძოთ ხელგაშლი, მთელი ჩვენი ქალაქი. კიდევ რა ლექსი ვიცით? დიახ. მოდით აბა ერთი ლექსი მოვყვეთ და დავუვარდეთ. ჩვენ ერთად გვიყვარს. ძალიან კარგი ბავშვები.
ლაპარაკს რომ რეპეტიციებზე უფრო კარგები ხართ, იმიტომ რომ ხდება ეს იბნევიან რაღაცა ემოცია მოსდით, პატარებს კი არა ჩვენც და მაგრამ მე კმაყოფილი ვარ თქვენი ძალიან საყვარლები და კაჭები. ეხლა რა მინდა რომ ითხრათ და მთხოვოთ მშობლებო. ჩვენ აქ გვაქვს საშემოქმედო ხუთის ამომლება, რაც მინდა რომ თითოეულმა დედიკონ ამოავლოს თავის შვილთან ყურძა ვისაჭი. აჯურა. Ra cargia, se mod goma, welcome.
ლაბა სოფელში ცხოვრობდა კეთილდები შრომელი ბაბუა პავლე ბებია მაროსთან სახში კი წუწიფის რომელიც არ ემერებოდა არამედ მეგობრობდა და მათ ახშენ ჩამოდიოდა შვილი მათ რომელიც ყველაფერში ეხმარებოდა ბებო მომერა კოკა ყადაზე წავიდა ციხეს შეი გაიხარე მარო რატომ კარგი არენია წავალა თალგამს დავთესა კარგი არია მე კი გემრიელ საჯოზე ბაბუამ დათესა თალგამი ის თელგაზაფული და ზაფული უყიდა თალგამს თოხნიდა და წყავდა აცლიდა სარეველებს გაიზარდა თალგამი დიდი მზე თალგამს ყოველი უთრიმოდა და სიმღერით ესამებოდა
აზრია მართან მოდი დაგვეხმარე
That's more.